გაკეთებს. შეაჯამოთ ოვანდალის ასიანი მოკლედ შეხვედრები რამდენად მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ აი ამ პარტნიორობისთვის ხასიათსმა რომელზეც თქვენ დასრულდა ჩვენი ვიზიტი თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია ეს ვიზიტი თავის სულს შეიტანს ამ საქმეში ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ჩვენს კოლეგებთან განსაკუთრებით რა თქმა უნდა პრეზიდენტ ერდოღანთან კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ვიზიტი თავის სულს შეიტანს ჩვენი ორხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში ჩვენ გქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აბატონი თქვენ ამ პრესკონფერენციაზე ჩვენ მოვისმინეთ ასევე რომ საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში მინდა ვკითხოთ აქციები რომელიც მიმდინარეობს თბილისში და ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ აქციაზე თქვენი შეფასება პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური შეფასება მოკლე შეფასებას გავაკეთებ პრინციპში ეს არის არასერიოზული და სამწუხაროდ ის არის რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასისთან ბიჯებს დგავენ ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად ჩვენს ქვეყანაში რამედ ეს თლიანობაში აისახება რა თქმა უნდა ევროკავშირის იმიჯზეც მე იმედი მაქვს რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხმართ ევროკავშირის გზა არის ძალიან ძლიერი და რომ შეიძლება ქვეყანას ამ გზაზე კონკრეტული რაღაცების დათმობა მოიწვიოს და საქართველოს ეს გზა არ არის დაფიქსირებული სუვერენიტეტსაც შეეძლო შესაძლოა ნაწილი სუვერენიტეტის დათმობილი იყოს ამ გზაზე და როგორ შეაფასებთ ეს ამ განსაკუთრებას მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას და მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივ ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის რა თქმა უნდა ფაქტი, ჩვეულებრივი ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას ეს რა თქმა უნდა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონია რომ სერიოზული შეშფოთების საგანია საუბრის განცხადებაზეც მინდა ვკითხოთ მან განაცხადა რომ ოპოზიციის ჩაუდგება სათავეში თქვენთვის არის თუ არა ეს პრეზიდენტის პარტიული პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლა. რეალურად ამ ფრონტის თავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით რომ მთელი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა უკვე ამდენი ხანია 2 წელიწადზე მეტია იბრძვის იმისათვის რომ რამდენად არიონეს ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დაანონსა რეალურად სალომე ზურაბიშვილმა რომელმაც თქვა რომ ის სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ის ისედაც არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად ეს მათია დამოკიდებული თუ ასე იქნება ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი რა თქმა უნდა ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის. ერთსაც ვიკითხავ შეიძლება აქციების კონტექსტში ოპოზიციის ლიდერების ყოფნა მოკლედ ამ ყველაფრის მიღმა რამდენად არის თქვენთვის ეს დამაჯერებელი რომ ამ აქციების მიღმა არიან რეალურად რაც შეეხება ორგანიზებას ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ რაც ყველამ ძალიან კარგად იცის რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას რომ ამ აქციებში მონაწილეობენ პარტიებისგან გამიჯნული პირებიც მაგრამ ორგანიზებას რაც შეეხება ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული კიდევ ერთხელ გავიმეორებ რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ აქედან რა თქმა უნდა საზოგადოებამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს.
გავაფიქსირე პირველივე ზარის დროს შალმეშელთან ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორე მეორე ზარის დროს იგივე ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს. ოღონდ ვინმე რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ვართ ისიერად სად ახალისთვის. თუ იქნება წარმოქმნილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა გვექნება დისკუსია ყველა თემაზე. ოჯახის სისტემასთან დაკავშირებითაც მოგეკითხოთ, უკმებრა გაუცხადა, იქნება მსვლელობა, თქვენი გზავნილი რა არის უკმებრასთან დაკავშირებით? ჩვენ მოგმართა საპატრიარქომ გამოაცხადეთ ეს დღე უქმე დღე, როგორც მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, თავი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაფრთხილდეთ მაქსიმალურად ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება. სწორედ მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში შეიძლება ჩვენ მივახციოთ დიდ შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს ღირებულებებს და სწორედ ფასეულობებით და ღირებულებებით ვილით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ. მადლობა. თქვენ პრემიერ-მინისტრმა თურქეთში